ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა კურთხევით მინდა გადავწიო ბავშვებს, ახალგაზრდობას და ყველა ჩვენს მრევლს და ერს, რომ თუ როგორ უნდა მოიქცენ ტაძარში. ამისათვის საჭირო არის პირველ რიგში ცდილობიანად შესვლა, ლოცვით, ვედრებით და ქადაგებით. მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ტაძარი იმისი არის, რომ ყოველთვის უნდა გქონდეთ იმის რწმენა, რომ უნდა იყოთ დიდად, პიჯვრის წერით და ლოცვით. ტაძარი იმისია, რომ უნდა ერი განიწმინდოს, მოინანიოს თავის ცოდვები მოძღვართან, ყველასთან ერთი მეორეში უნდა გადასცეთ, მაპატიოთ, ვაპატიოთ და ამით შესრულდება ტაძარში მსახურება. ის აღსებობს კიდევ, რომ უნდა გვიყვარდეს ერთი მეორე, უნდა ჩავეხუტოთ ერთი მეორეს და უფრო მეტი რწმენა იქნება ერში და მრევლში და ყველასათვის. სიყვარული ის არის თუ კი რომ რწმენა გაქვს ადამიანს. თუ კი რწმენა გაქვს სიყვარული. პირველი არის სიყვარული, მერე არის რწმენა. ამისათვის უნდა შევეხუტოთ ერთი მეორეს. ბავშვებს გადავცეთ მშობლებმა, რომ როგორ უნდა მოიქცენ ტაძარში, უნდა მოიქცენ ძილობიანად. თუ მშობელი მოიქცევა ძილობიანად ტაძარში, პიჯვარს დაიწერს, ილოცებს, ივედრებს, ასევე იზამს მისი შვილები და მისი პატარები. მიულოცოთ პატარებს და ყველას, ჩვენი მომავალი შობა, ახალწლები, მრავალ დაგასროთ ღმერთმა და შენი არც უფლება ძალი და დიდება მამისა, დადისა და ძმისა სულისა, ათამარი თავი ჩვენთან არსებობს